გიგანტურ წიგნებზეა საუბარი, აქ არის მე-19 საუკუნის მოვლენები გაშუქებული, ის მოვლენები, რომლებიც გაზეთ ივერიაში იბეჭდებოდა. გაზეთი ივერია ვიცით, რომ ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა შექმნა და ყველა საქართველოს ყველა კუთხიდან შედიოდა იქ ინფორმაციები, სხვადასხვა ინფორმაციები. ეს იყო ამიდის შესახებ, ეს იყო რომ სადღაც სოფელში, რომელიღაც რაიონში მოსავალი არ მოვიდა, სტიქიური მოვლენები, აი ყველანაირი აბსოლუტურად თუ რამე ხდებოდა, ყველაფერი წერილებით იგზავნებოდა მე რედაქციაში და გაზეთი იბეჭდებოდა, გამოდიოდა. ეს გაზეთები მე ერთად შეიკრიბა და გაციფრდა და გამოვიდა წიგნი. 1886 წელს ეძღვნება ერთი წიგნი და მეორე 87 წელს. ანუ რაც ხდებოდა ამ პერიოდში. ამ პერიოდში ჩვენ გავიგეთ, რომ იყო შორაპნის მაზრა, ფელი ღვირილე ერქვა ზესტაფონს, შემდეგ უკვე ზესტაფონიც იხსენიება. შორაპნის მაზრაში შედიოდა ხარაგაული, თერჯოლა, ზესტაფონი თავისთავად ზესტაფონის სოფლები, ჭიათურა, საჩხერე და ეს მოვლენები ყველაფერი თუ ამ სოფლებში და ამ რაიონებში რაც ხდებოდა, ყველაფერი აისახებოდა გაზეთ ივერიაში და შემდეგ არის აქ საინტერესოა ძალიან ეს ჩვენ წავიკითხეთ, თითქმის მთლიანად წავიკითხეთ ეს წიგნი და ამოვწერეთ რაც ის მასალები, სადაც ნახსენებია ზესტაფონი, შორაპანი, სოფელი სვირი, სოფელი ცხაწყარო, სხვადასხვა თერჯოლის სოფლები, ხარაგაულის სოფლები, იქ თუ რაიმე მოხდა და რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო, ყველაფერი გაშუქებულია და არის ძალიან საინტერესო. ყველასათვის ხელმისაწვდომია ეს წიგნები, თუ მაგალითად ვინმე ან იმ პერიოდის რამე ისტორიას წერს, ან მასალას აგროვებს, იმისთვის არის ძალიან კარგი წიგნების წაკითხვა, გადათვალიერება და იქიდან ამოუწეროს მისთვის საინტერესო ცნობები, რაც კი აქ არის გაშუქებული. აღნიშნული გვაქვს ყველა გვერდები, სადაც ზესტაფონზეა ლაპარაკი. აქ საუბარია კიდევ საზღვარგარეთის ევროპაზე, ამერიკაზე, ისევე როგორც დღეს არის ეს აქტუალური რაღაცა ეს საკითხები, აქაც ისეთივეა, აქაც აღინიშნება რა ხდებოდა ამერიკაში, რა ხდებოდა ევროპაში იმ პერიოდში, როგორ იყო საქართველოსთან მაგათი ურთიერთობები და ესეც ყველაფერი გაშუქებულია ამ წიგნებში. ჩვენ აქ პრეზენტაცია ჩატარდა წიგნებთან დაკავშირებით. ჩამობრძანებული იყო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. ეს თვითონ ვინაც ეს წიგნების შექმნა ინიციატორი არის ზესტაფონელი ნოდარ დუგლაძე, ის ვერ გვეწვია, ვერ ჩამოვიდა ჩვენთან, იმან ჩამოგვიტანა სხვათაშორის ერთი წიგნი თვითონ და დაინტერესებული იყო ის იმით, რომ ზესტაფონსაც ქონოდა ეს წიგნები. საქართველოში არის 64 რაიონი და 64 ბიბლიოთეკა, მაგრამ 25 ბიბლიოთეკას გადაესწა მხოლოდ საჩუქრად ეს წიგნები და ერთ-ერთი არის ზესტაფონის ბიბლიოთეკაც და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულ ბიბლიოთეკას ამისათვის და ჩვენი ზესტაფონელებისათვის, ჩვენი მკითხველებისათვის არის ძალიან დიდი საგანძურო რაიონში ასეთი რამე იყოს. ეს წიგნის გამოცემა ამ გაზეთების იყო გაბნეული, ეს ყველგან ერთი იმაში არ ქონდათ შენახული. ზოგი ოჯახებიდან ამოიღეს, ზოგი სადღაც იყო პეტერბურგში იყო არქივებში შენახული ნომრები, ზოგს აკრდა. ამდენად ჩვენ არ ქონდა ეს არსრული არქივი. ჩვენი გაზეთები დიდ დრო იყო გასული, მერე რევოლუცია, მერე არეულობები ესენი და არ იყო და ჯერ ერთი რომ ეს ინფორმაცია იქნება დაცული. ეს საქმე გაკეთებული. რითაც სულდგმულობდა მაშინ ქართული აზრი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე იყო მთავარი ფიგურა იქ. ეს იქნება შენახული. ეს არის 2 წლის. ეს არის 87 წელი, როცა დაიწყო ყოველდღიური გამოცემა. მანამდე გამოდიოდა კვირაში 1 წელი. მანამდე. ესე იგი ეს უფრო ადრე დაიწყო, მე მგონი 76 წელს და მის შემდეგ იყო ყოველდღიური გამოცემა. ეს და ახლა არის შენახული. ალბათ კიდე გამოცემენ მომდევნო წელს და ფუნქცია ეს არის თავარი, რომ ეს შენარჩუნდება, აღარ დაიკარგება, ეს განთავსდება ბიბლიოთეკებში, არქივებში იქნება და არ დაიკარგება ჩვენი ისტორია, ქართული აზრის ისტორია და ინახავს უზარმაზარი ინფორმაციის ზღვას. სიმართლე გითხრათ, ამის წაკითხვა ახლა ადვილი არ არის, იმიტომ რომ ეს რა გამოდის თითო წელიწადში იქნება 65, 66 გაზეთი. ეს ძალიან ბევრია. და მთელი ინფორმაციის გადამუშავება ალბათ თვითონ ჟურნალისტი თუ გააკეთებს ამას, რომელიც არის ან ისტორიკოსი, რომელიც ამ ეპოქით არის დაინტერესებული, რიგით მკითხვასაც შეუძლია, მაგრამ არ ვიცი ახლა რამდენად ექნება ეს დიდი ინტერესი.